ცხოველებს და ბაღჩაში ტოვებენ მათ. ანას რომ დავადების დღე ზამთარში აქვს. ზამთარში წეროები შეგულებაში არიან, სამხრეთში ისვენებენ. ამიტომ ალბათ ბავშვები პინგვინებს მოჰყავთ. ის კივინს ახალ წელს დაიბადა, შესაძლოა თოვლის ბაბუა მოიყვანა. იმ მშობლებისათვის, ვინც წელს კარგად იქცეოდა. ის ჭკვიან ბავშვებს მოიყვანს. დანარჩენებისათვის კი არც ისე. ზოგჯერ ბავშვები დათვს მოჰყავს. ის ისეთი ცალკეა, რომ შეუძლია ფეხი დააბიჯოს ბავშვს ტყუილზე. მე კარგი მუსიკალური სმენა აქვს, ესე იგი დათვს არ მოუყვანია. ისეთი ჭკვიანი ბავშვები კი როგორ იცმება? ჩნდებიან სამეცნიერო ლაბორატორიებში. ყველაფერი კი ასე ხდება. მეცნიერები იღებენ სინჯარას და ავსებენ მას ყველაზე ჭკვიანი წიგნების ნაწილებით. შემდეგ ბახ აფეთქება და ჩნდება ბავშვი. კიდევ ბავშვი შეიძლება ჩამოვარდეს მთვარიდან. შენ რა, მთვარიდან ჩამოვარდი? არ საიდანაც, თუნდაც კოსმოსიდან. თქვენ რა, ფიქრობთ, რომ უცხო პლანეტელებმა მოგიყვანეს? ეს ყველაფერი ტყუილია. ამ ქვეყნად ხომ არის ადამიანი, ძვირფასი და თბილი. დედა მან გამაჩინა. დედა ყველას ყავს. კატის კმუძს, ლევის, ბარტყს და მეც. აი ასე. ჯადოსნურ ხანის ვარსკვლავ თაღის ქვეშ დედამიწაზე სხივთა ციალში ანგელოზები ბავშვის სახეებით დედებს ირჩევდნენ თავგამოდებით. თუმც ქვეყნად ჯერ არ მოვლენილ ვართ, მაგრამ გულით დედებთან ვართ. ჩვენის უკვე ძლიერ გვიყვარს, დასულ მალე მათთან ვივალთ. გარიჟრაში ვით ნათელი, წყაროს წყალივით სუფთა, ფაფუკი თოვლივით ფაქიზი, ყველაზე ტკბილი და ნაზი, ჩემი დედიკო იქნება. მეც ასეთი ვიყიდა, თქვენთან ერთად მასთან ვიდა. ირგვლივ მოიხედეთ, აქ იმდენი დედა. ფიცხომ ვერსად გაექცევ. აქ ვარ, შენი ქალიშვილი. წყლის წვეთივით სულ შენ გავარ. სულით, გულით შენთანა ვარ. რა ლამაზია, ჩემი დედა. როგორც მზიანი დილა. მინდა იამაყოს ჩემით. დედა, აქ ვარ შენი შვილი. მე ვხედავ ჩემს დედას. მინდა მოვიფირი და ვაკოცო მას, რომ ჩემი სიტყვა სინაზე გადაიცე. აბა, ჩქარა, დამეწიე, ძამიკო იქნები შენ, ჩემი. ღვთისმშობელო, ჩვენო მფარველო და ქონაკო, დამეხმარე ვიყოდით სულოვანი. მომეც კეთილი გული, ხიზელი თვალი, ხმარბილი, შვიდი, მოსიყვარულე, ხელები ძლიერი, კეთილგანწყობილი, რომ მიყვარდეს და ვანებივრო ჩემი შვილები. დამეხმარე ღვთისმშობელო, ფეხზე დავაყენო ისინი და
თბილისში უწყომად აღმა ფარინას დილო ჩემო სიხარულო მეგედა შენი გული ჩემშიც გერდა ბედნიერი ვარ ამი შევდიგდიგე მენი მესმის შენი ყოველი სიტყვა ბედნიერი ვარ იცოდეს შენ სიმძიმა თვალებს რომ ხედა უხილავი ძაფით გადაბმულები ჩვენი სულებია განუყოფელი თქვენს თვალებში ხედავ ჩვენს მომავალს ჩვენს წლენას ჩვენი შვილები გვირჩევენ ჩვენ რომ სიყვარულით გაგვითხმოთ ყველა დღე ჩვენი შვილები გვირჩევენ ჩვენ შვილო ჩემო სიხარულო შენ ჩემთან ახარ ყველგან ჩვენი გულები გვერდ ფეთქავს სხვა არავინად რომ ნეტარ შვილის სიყვარული უფლის მადლია საზრომ გვინათებს მუდამ ჩვენ ცხოვრებას სინათლეს რომ ვქენენ შვილები არიან მუდამ უხილავი ძაფით გადაბმულები ჩვენი სულებია განუყოფელი თქვენს თვალებში ხედავ ჩვენს მომავალს ჩვენს წლენას ჩვენი შვილები გვირჩევენ ჩვენ რომ სიყვარულით გაგვითხმოთ ყველა დღე ჩვენი შვილები გვირჩევენ ჩვენ Спасибо. Кайхвицит. Нахит. Рача ту снуридила. Все როგორ გვიგზავნი სათინაც. Кайхвицит. აუ, რა სიზმარი ვნახე. ისე მინდა მოვყვებ. ამათ კიცანა. რა გამღერებს
გავაკეთავეთ? არაფერი, უბრალოდ გავაწვალეთ. გამარჯობა, სასობიცია. გამარჯობა, ბავშვებო. სად არიან ის მაიმუნები? სად წაიღეთ ჩემი სათვალე? მითხარით, როგორ ვწერო და ვიკითხო ახლა. გამოდით ქვეკუდრაჭებო. გამოდით, თორე ახლა დედა თქვენს ვეტყვი. დედა თქვენს ვეტყვი ყველაფერს და მერე ნახეთ რას გიზამთ. აუ, არ უთხრა დედას რა. გთხოვ. სასობიცია. ჩვენც გთხოვთ, არ უთხრათ თეკლადეიდას არაფერი. იცით, ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი დედიკო გავახაროთ და ერთი ლამაზი დღე ვაშუქოთ მშობლებს. თქვენც დაგვეხმარეთ. ჩვენ ხომ გაპოვნით თქვენი შვილიშვილები. ოხ, თქვენ შმაკუნებო. რა გჭირდებათ მითხარით? დალაგება გვინდოდა და ახლა ამის შეკეთებაც მოგვიწევს. აი ეს კი უკვე ჩემი ეშმაკი შვილიშვილების ბრალია და მე შევაკეთებ. ისედაც დაგეხმარებით. მამა სამსახურშია? დიახ. და თქვა რომ ის და დედა დღეს ადრე დაბრუნდებიან სამსახურიდან. გამარჯობა ლილე, რა ხდება? რით დაგეხმაროთ? აი ჩვენთ მოვედით. რა გჭირდებათ? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? მადლობა ბავშვებო, რომ არ დაეზარეთ და მოხვდეთ. ძალიან გჭირდება თქვენი დახმარება. გვინდა დედას სიურპრიზი გავუკეთოთ. ახლა ჩვენ მომესწავლებო საქმეს ერთად გავაკეთებ. ჩვენ ვართ გუნდი, ჩვენ ვართ ძალა, დრო არ ითმენ საქმე ჩქარა. ჩვენ ავიღებთ სასტა ჯაგრის გავწუჭებს და ფილებს, წესრიგს დავამყარებს და ვერსაც ვიხალისებთ. გავწიდება სისუფთავი მთელი ჩვენი ბინა. შას არ დავუტოვებთ, ნაგავტვებთ და ყავის ლათას. როცა დედა დაბრუნდება, ძლიერ გაოცდება, გაიხარებს სიტყვის საოცრება ხდება. საჯობია არაფერი, აქ სიტყვა და თანასწორი, რანგიანის ჩვენი სახლი, დედი გასწინილი, განათებული. ჭრელა კახალი გაკენაზე გასაკრავი. ჩვენა მოჭრად წერა მთვარებულები და ვარსკვლავი. იტենց ხატა გვაფერადოთ გასაკმაყოფი ბევრია, იმუხედავ ყველა ბედნიერია. არის ასეთი ქვეყანა, სადაც მუდამ ზეა. იქ სულ თბილა არ ხდება, მას ოჯახი ჰქვია.
დანარჩენი კი გზადაგზა გამოჩნდება. გასაგებია? ახლა საქმე შევუდგეთ. ძალიან უნდა მოვიდომოთ, რომ დედიკოს გული გავახმაროთ. ჯვარი მაჭი ახლა მათი მტვერი არ გავახაროთ მინდოთ ხერხოთ ვაბრიალოთ ვასუფთავოთ ვალადოთ დაეჩვენი მყუდრობინა სისუფთავი მწყინავდეს სიხარული სიყვარული ამ ოჯახში სუფევდეს ეხარ ინები დაგულებს ჩვენ ავსნით სიხარული სევდა შანსარ დაუტოვებს თუ ეხარ აბაჰე, დაგულებს ჩვენ ავსნით სიხარული სევდა შანსარ დაუტოვებს საწოლის ბეშლეგო მოჩას ხანჯარაზე ციგნები იატაკზე ფაქრები და ველები ფასლები ვერსასული ახმა უნდა და დღიალდა გალავდა იმედი ახარეულობას ის უბალე აღაგავს ეხარ ინები დაგულებს ჩვენ ავსნით სიხარული სევდა შანსარ დაუტოვებს თუ ეხარ ინები დაგულებს ჩვენ ავსნით სიხარული სევდა შანსარ დაუტოვებს ერთი ნახეთ ყველაფერი. ირგვლივ აუღლებიათ. სადრაკლია, ვერ გაიგე, თორგან აუღლებიათ. შემოვლელა, მითხარ ბავშვებს, ეგრე რად უბრალდები? შენც ხომ ხედავ ალაგებენ, სახსასაბამაზებენ. ჩვენ ამ კუჩი უამრავი კარგი სათამაშო გვაქვს და როდესაც თამაშვიწყებთ სათითაო დამოგვაქვს თამაშობთ და დაუგეროთ მართლა გამირობადავთ ამის შემდეგ სიტყვას გაძლევთ არასოდეს დავკარგავთ ეხარ ინები დაგულებს ჩვენ ავსნით სიხარული სევდა შანსარ დაუტოვებს თუ ეხარ ინები დაგულებს ჩვენ ავსნით სიხარული სევდა შანსარ დაუტოვებს სიხარული სევდა შანსარ დაუტოვებს თქვენ რა გონიათ? ამით საქმეს მორჩით? მართალი რომ ვთქვათ შემოვლელა, ბავშვებმა მართლაც კარგად იშურეს. კი, მაგრამ სიურპრიზი დალაგებული სახლი დედისთვის უცხო არ არის. რა თქმა უნდა გაეხარდება, მაგრამ მიიღებული დასაწყულის ხო. ესე იგი, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. თუ გინდა დედიკოს გული გაახარო, მოდით მას რაღაცი ნახატები ვაჩუქოთ. ვის გიხდებათ ხატვა? აბა მოემზადეთ და საქმე შევუდგეთ. დედა, ჩვენ რა გავაკეთოთ? იცით რა? ფოტოებს გადავავლეთ თვალით, რომ შოუმ შევახსენოთ წარსულის გამორჩეული მოგონებები. დებითი ამოსა. როგორი თქვენგან შექმნილ დასასრულს. ნამწვარ სხობა ვის ეხება, რომ დედას არა მარტო გალამაზებული და დალაგებული სახლი დავახვედროთ, არამედ სხვა სულიერებაც. რა თქმა უნდა, გემრიელი ტორტი. თქვენ პროდუქტები მომზადეთ და შევუდგეთ საქმიანობას. ოღონდ შემოკარგებო, ეცადეთ ნამწვარი არ დაგეცვათ. ახლა კიდევ შევუდგეთ საქმიანობას. ერთი რამ გვახსოვდეს, არაულობა ჩვენი მტელია. და თუ შემთხვევით ქვილი თავზე დაგვეკრება. ეს რა, დიზაინია? ეს კატასტროფა. მიდით, საქმე შევუდგეთ. ახლა დილოს ავიღებ და ფულსაც მოვიმართებ
დედიკო, ჩვენთან ვარ. დანი, ეს რა ქერი? ნახე, დედიკოს კაბა ახლა. ცისფერი კი არა, მრავალფეროვანი. რა შუღობ, შენ დედიკოს ძალიან მოეწონები. ის ხომ ყოველთვის ამბობს, რომ სამყარო ფერადია. იცით, რა მოვიფიქრე ბავშვებო? მე ყვავილების ქაიკოს გავაკეთებ და შენ ლამაზ ბარად ჩავდებ, ლამაზი ნახატებით. ახაც ვცდილობდი შედევრის შექმნას და შეხედეთ რა მივიღეთ. მახსოვს, მაშინაც ყველანი ერთად ვიყავით. ეს იმიტომ, რომ ლილემ გადაწყვიტა ნამცხვარი გამოეცხო, თასში ქვილი ჩაყარა. მარიმ კი მიქსერი ჩართო ისე, რომ არა მოურევია და წამოვიდა თეთრი ღრუბელი. და ცუნამივით მოედო მთელ სამზარეულოს. რამდენი ვიცინეთ? სამი დღე ვარაგებდით სამზარეულოს ამ კატასტროფის აღმოსახველად. ამ სურათზე ისეთი ბედნიერი ვარ. არ ვიცი თუ გახსოვთ, ზეიმისთვის შეკერილი კაბა გავხიე. მეგონა მორჩა, ზეიმი ჩაიშალა. გულა მოსკვნილი ვტიროდი. დედამ კი ხამით კაბას იმ ადგილზე ისეთი ლამაზი წითელი ყვავილი დააქარგა, რომ მეორე დღეს ულამაზესად გამოვიყურებოდი. და ის თუ გახსოვთ, მე რომ სამხატვრო სკოლაში გამოსდა ჩავაფლავე. დედა მთელი კვირა გვერდიდან ამცირდებოდა და ჩემთან ერთად წრეებს ხატავდა. ვიდრე ხელი არ მიეჩვია წრეების ხატვას. აბა ეს სურათი ნახეთ. გახსოვთ, ჩვენ ლაშქრობაზე წავედით. მშობლებიც გვახდნენ. ისეთი კოკის პირული წვიმა წამოვიდა. მამამ ქურთუკი გაიძრო და მე მომახურა. დედა კი ჩვენთან ერთად მხნედ მოაბიჯებდა და ხმამაღლა მღეროდა, რომ ჩვენ ჭექა-ქუხილის არ შეგშვინებოდა. ის დღე თუ გახსოვთ, მთელი სამეზობლო პიკნიკზე რომ წავედით ბუნებაში. აი, ნახეთ. აუ, როგორ არ მახსოვს, ჩვენი პატარა ლედი, ბუბი, პეპელას დასდება და უცებ, პირდაპირ მდინარეში გადაეშვა. როგორ შემოშინა ყველას. ბუბუ კი წერდა და შველას ითხოვდა. აი გიგის კი ოდნავაც არ შეშინებდი. წამიც არ უფიქრია. წყალში გადახტა და სველი, აკანკალებული ლეკვი ნაპირზე გამოიყვანა. ამ დღეს რა დამავიწყებს? დედამ მაგრად ჩამიკრა გულში. მამამ კი თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, რომ მამა ყოფს ჩემით. ისეთი ბედნიერი ვიყავი. რაღაც ძალიან შეიჭერით ამ მოგონებებში. დრო კი არ ითმეს. მამამ დარეკა. იკითხა, პური ხომ არ წამოვიღო და თქვა, რომ მალე მოვლენ სახლში. ოი, გაიტყდა. ეს თეონატი დასაყარებელი პინჯანი იყო. არ ნერვიულობთ, ამბობენ, ეს ბედნიერების ნიშანია. ჩვენ თეონატი და ჩვენი ხელით მოხატულ პინჯანს ვაჭრობთ. ძალიან გაეხარდება. დავწიათ, ზარეოთა დიდი ჯარი, ფაბრიკოსი და ნაჯამი.
Nācot Mariju čaukāri. Arī spēlā metā tauti moto tavas rapat kametēvit karameli čokolātis pantelēvis. Sotādāčā patēta mali šebu āzaks tārums kāds tepa gājas ārēms čvērts kā vihārēm. ოხრას უტრიალებს. აბა მაჩვენეთ როგორია თქვენი შედევრი. მოდი, კიდევ ერთხელ გადავავალ სახლ თვალი. რა ბედნიერი დღე არის დღეს ციდან გვიღი მიცხრა თვალამზე დღეს ხომ ნამცვარი გვაქვს ორა სურნელი აქვს რა ბედნიერი დღე არის დღეს Es ხონამცვარი გვაქვს ორა სურნელი აქვს რა ბედნიერი დღე არის დღეს. მალე გველი შობლეს ახლა კი უკვე დადგაის დრო გოხტა ჩავიცვათ მოვემზადოთ როცა გავიგებთ ზარს უზენ ჩავაქრობ ჯანს დავიმალებით არავის ჟანს როცა გავიგებთ ზარს უზენ ჩავაქრობ ჯანს დავიმალებით არავის ჟანს. არც მე, არც ჩვენ, არც თქვენ გვინდა რომ მუდამ ჩვენს ოჯახებში სიმბოლო ხარული სუფერდეს შობლების ფასი მათი აპანგი ყველა ჩვენთაგან უგასავდეს ვიხარით არა რა ვეშობია სიყვარულის დაგამხარ ჩვენს სას განაგებს შუგინათელი მედის ვარდოი გვინანებს ამოდიერი დღე არის დღეს ციდან გვიღი მიცხრა თვალამზე თანაც ტოვი ჩვენ გვაქვს ორა სურნელი აქვს ყველა ერთად ვართ გვახარებს ეს თანაც თორნი ჩვენ გვაქვს ორა სურნელი აქვს. კარსია სარი ჩაქრეთ ჭახი მოვიდნენ უკვე მალე შემოვლენ შეხედეთ, სულ გათავხედდნენ. კარს არ გვიღებენ. არა თქვა გდებენ. შენი ბრალია, გაათამამე. სულ ეთერები, სულ ეთერები. აი, შედეგიც. სულ არ ანაღლებთ, რომ დაღლილები მათ ველოდებით. გეუბნებოდი მეტი სიმკაცრე, არ დამიჯერე, არ დამიჯერე. არ დამიჯერე, არ დამიჯერე. დაწყლადი დამშვიდი ეგრე რადმევიურო სულ ტყუი უბრალოდ ბრაზო შემომენტო შენს ხომ კარგად იცი რა კარგები არიან მერე რა ცოტა ხაც კართან თუ არ მოდიან ახლავე შემომევიდო მე თვითონ გავაღებ კარს
ბავშვთა მუსიკალური თეატრი ელიდა გახსოვდეთ ჩვენსავით არავის არ ეყარებით და თქვენსავით არავინ არ გვეყარება. მადლობა დედა, მადლობა ბებია, მადლობა მეუღლეო, მადლობა შვილო, მადლობა ყველა ქალბატონო, მადლობა მშობლებო მომბრძანებისათვის. ქალბატონი მარინა რიჟინაშვილი გთხოვთ. ქალბატონი მარინა ოდარაშვილი გთხოვთ. შვაგი რომინაშვილი თანამეგობარი, ბატონო შვაგი. ის შრომა, ის დამოკიდებულება, ის სიყვარული, ის სისუფთავე, რაც ჩადებულია ამ ყველაფერში, რაც თქვენს ნახეთ, ამ ხალხის დამსახურება. დიდი ქალბატონო იზო მაგაროვა, გთხოვთ, ქალბატონო იზო გენაცვალო. თქვენი წიგნი, ქალბატონო წისანა, რაიშაური. გენაცვალე, უღრმესი მადლობა. რაოდენ დიდი პატივი და რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ აგერ მე, ჩემმა მელიტორმა, თეონამ და თეონა კიდე გამოცდილია, ლელამ გავგისკეთ ამ გადასარევს საოცარ ბავშვებთან ერთად გავვედეთ სცენაზე შემოსვლა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ და უღრმესი მადლობა ამისათვის, ჩემო კარგებო. აღრაგით ჩემო აკოს, ჩემს ძმას და მეგობარს, ხელოვნებისა და ირები ხართ ნამდვილად ისდევთ თქვენგანი, აი ესეთ სწორღირებულებებზე როზვით შვილებს და ეს ბავშვები მოწყენის საშუალებას არასოდეს ამაცებენ. პირიქით, სულ ბედნიერები იქნებით არწმუნებული ვარ. უნიჭერესი ბავშვები არიან. მადლობა ძალიან დიდი და თქვენ პედაგოგები. რაოდენო რთული არის მუსიკალური თეატრის შექმნა და შემდეგ ესე განვითარება, ხო ეს ყველა ვიცით და გავიხსენებ მაია დათუნაშვილის შეფასებას და აი ჟიურის შეფასებას, რომ ესეთი მუსიკალური თეატრი არა მხოლოდ რეგიონს, დედაქალაქსაც ძალიან დაამშვენებდა და უთულესი არის ამის შექმნა. აი ესეთი ძვირფასი თეატრი ვანდაჩენს. ამისთვის თქვენ და ძალიან დიდი მადლობა. უგუნესი მადლობა, რომ ესეთი კარგი საღამო გვაჩვენეთ და უძღვებით დედას, ყველა ადამიანისთვის საყვარელს და სანუყარელს. მერტმა ჯანმრთელად იმყოფოთ ბავშვებო თქვენი დედები. მადლობა ყველას, თეონა დეიდა, ნელა ბიცოლა, სოსო ბიზია ბაბუა და ძველი ბაბუა. ძალიან კარგი იყო აი შეწყმა მუსიკალური თეატრის და ბაღდათის დრამატული თეატრის. ჩვენ რაღაც ის დაუნერგეთ, რომ მანამდე გქონდა თოჯინების თეატრი და ჩვენი სახალხო თეატრი და ამართლებს რა ძალიან კარგი გამოდის და მადლობა ყველას ვინც მიიღეთ ამ ძვირფას სპექტაკლში მონაწილეობა და რაღაც ელემენტარული წვლილი მაინც მიგიწვევთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ირგას ხელმძღვანელებს და პედაგოგებს. მადლობა ინტეგრალური სიხარულის რემისთვის, რასაც დარბაზში უყურებთ და თქვენი დამსახურება ეს ყველაფერი. მადლობა ჩემო ბიჭებო, ჩემო ტექნიკოსებო, უთქვენოდ არაფერი არ გამოდის და ენაცვალეთ თქვენ ქალბატონო მარინა. მოგესალმებით ყველას და მინდა მადლობა მოგახსენოთ პირველ რიგში მოგზაურებისთვის, დაფასებისთვის, ამ ბავშვების შეფასებისთვის. მინდა უღრმესი მადლობა გადავხატო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა მის მანძილზე. ჩვენთან ერთად გაიარა ეს წლები, ეს შემოქმედებითი წვა და მინდა ძალიან დიდი მადლობა ყველას, ბატონო სოსო, ლელა, ჩემო თეონა, ბატონი მელიტონი, ჩვენს მშობლებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ნონას, რომელიც გვერდით მიდგას 24 საათიან რეჟიმში და შუაღამ ეცხოვარის აუცილებლად ხოლმე საიგებს და პასუხებს და ეხლა რა გავაკეთოთ. ეგ პერსონალს უდიდესი მადლობა. იმიტომ რომ აი როგორ დაგვიდგენ გერვერჩი ამას ენა ვერ აწეს. უდიდესი მადლობა ჩვენს ხელმძღვანელობას, ყოველ თქვენთაგას, იმიტომ რომ ასე ხელს უწყობთ. ამ ხელშეწყობის გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა. მადლობა და მადლობა. მეტი არაფერს არ ავანონსებარე 16 თებერვალს გეპარიჟები თოჯინების თეატრის პრემიერაზე, 26 თებერვალს თეატრალური იმერეთის პარკლებში არ გავმართავთ სპექტაკლს, ჩვენ 26 ივნისს საღამოს 5 საათზე გეპარიჟებით.